ამ თემაში ვისაუბრებთ ხელსაწყოების skills და knife შესახებ, რაც წარმოადგენენ ისინი, როგორ უნდა გამოვიყენოთ. თუმცა მანამდე მოგიწოდებთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ის. არხის გამოსაწერად უნდა დააწყაპოთ ღილაკზე არხის გამოწერა, ზინზილაკის ფორმის ღილაკი არის. ასევე მოგწერეთ თქვენი შეკითხვები კომენტარებში, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. საჭიროების შემთხვევაში თუ კი სურვილი გექნებათ, გამოგიგზავნით ლინკს კურსში გამოყენებული ფაილების გადმოსაწერად. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება არხის განვითარებაში, რაც საშუალებას მოგცემს უფრო მეტი საინტერესო ქართულენოვანი კურსი დავამატოთ ჩვენს არხზე. ახლა გადავიდეთ უშუალოდ თემაზე, ხელსაწყოების skills და knife გამოყენება. გარდა იმისა, რომ ორი გაყოფილი ნაწილი უნდა გავაერთიანოთ, ისინი ხანდახან უნდა გავყოთ კიდეც. გაერთიანება წინა გაკვეთილში გავაკეთეთ, გვახსოვს. მოდით გავადიდოთ ეს ნაწილი, რომელიც გავაერთიანეთ. მოცემულ გაკვეთილში მე გაჩვენეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ხელსაწყოების skills და knife. ეს ორი ხელსაწყოა პასუხისმგებელი. აქ skills და knife. ხედავთ, ორი ხელსაწყო აქვს. პირველ რიგში ვიპოვოთ ხელსაწყო skills, ხელსაწყოების პანელზე, ის საშტელის ხელსაწყოების ჯგუფში იმყოფება, ავირჩიოთ ის ხელსაწყო. როდესაც ხელსაწყოს ავირჩევთ, უნდა ვემუშაოთ საყრდენ წერტილებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. გამოსახული იქნება ოდნავ შესამჩნევი სწორი ხაზი. როგორც კი მივიტანთ საყრდენ წერტილთან და დავაწვევთ ახლა აქ ხაზია. ხედავთ რომ აქ უნდა მივიტანოთ საყრდენ წერტილებთან, საყრდენ წერტილებს უნდა ვემუშაოთ. როდესაც ხელსაწყოს ავირჩევთ, სწორი ხაზი იქნება გამოყოფილი, იმისაც რომ გავყოთ ობიექტის შუაში, მე ვაწყაპებ ზედა საყრდენ წერტილს და შემდეგ განმეორებით ვაწყაპებ მის საპირისპირო საყრდენ წერტილს. ანუ მივდივარ, ვაწყაპებ აი აქ, გამოიყო, ხედავთ აი აქ ხაზი გამოჩნდა, ვაწყაპებ მასზე, დავშავ, ამინდა და ხდება აი ხელთ გაჭრა ობიექტის, გაჭრა ორ ნაწილად. ანუ რეალურად ორი სხვადასხვა დეტალი მივიღე. ამის შემდეგ გამოსახული იქნება გამოტოვება. ხედავთ აი ამ გამოტოვებას, ავიღოთ direct selection, ხედავთ აი ამ ხაზს, რომელიც აი აქ გაჩნდა. და შეგვიძლია გადავაადგილოთ ეს ნაჭრები. ხედავთ, ესე ორად გაიჭრა. მოდით ახლა მე გავაუქმებ ამ მოქმედებას, გაჭრას და direct selection-ით უბრალოდ გადავაადგილებ ობიექტს, ხედავთ, ის ერთი მთელი ობიექტია. როდესაც ავირჩიე ხელსაწყო skills, დავაწყაპე ერთ საყრდენ წერტილზე, ამის შემდეგ დავაწყაპე მეორე საყრდენ წერტილზე, სადაც მინდა რომ განხორციელდეს ჭრა, ამ შემთხვევაში ორი საყრდენი წერტილი მაქვს, მოხდა გაჭრა, ავიღე direct selection და როგორც ხედავთ, ორი დამოუკიდებელი ნაწილი მივიღე ერთი ობიექტიდან. გავაუქმოთ ეს მოქმედება. ხელსაწყო knife ცოტა განსხვავდება ხელსაწყოსაგან skills. ხელსაწყოთი knife მე შემიძლია შევასრულო არათანაბარი ჭრა. ამისათვის ავირჩიოთ ხელსაწყო knife. ხედავთ როგორი ფორმა მიიღო. ამის შემდეგ უნდა დავაწვეთ ობიექტზე თაღოს მარცხენა ხილაკზე სასურველ ადგილას და გავუსვა მაუსი, ისე როგორც დანის ჭრის დროს. ანუ მაგალითად მინდა აი ესე მოვაჭრა. შესაბამისად აი აქ დავაწვევი და გავხაზავ, სადაც მინდა რომ მოვჭრა. ხედავთ, ჭრა განხორციელდება. აი აქ ჩავჭრი, ესე. და ამის შემდეგ უკვე შემიძლია ავიღო აი ეს direct selection და ხედავთ რომ აბსოლუტურად სხვა ობიექტი გვაქვს, აი აქ მიღებული, განსხვავებული, გაჭრილი ობიექტი გვაქვს მიღებული. ხელსაწყო knife ნაკლებად ზუსტია. ხელსაწყოსაგან skills, აი აქ თუ კი მოვყიდეთ აი ამას ხელს, შეგვიძლია ცალკე გადავიტანოთ, ხედავთ აი აქ შემიძლია ამას მოვყიდო ხელი გადმოვწიო, ეს knife აკეთებს ამას, ჭრას, მაგრამ ხელსაწყო knife skills-თან შედარებით ნაკლებად ზუსტია, მაგრამ ხელსაწყო knife საშუალებას გვაძლევს გავჭრათ გზები, რომლებიც არ არის სავალდებულო გაერთიანებული იყოს საყრდენი წერტილებით. ანუ ამ შემთხვევაში მე საყრდენ წერტილებს არ ვემუშავები. ანუ განსხვავებით skills-ისგან knife-ს არ ჭირდება საყრდენი წერტილები, მე შემიძლია აქედან, აქეთ გავჭრა ობიექტი ჩვეულებრივად, ამის შემდეგ გავიღო
ეს ობიექტი და გადავაადგილო. ნუ მოდით ესე მოვყიდებ აი ამას ხელს და გადავწევ მოჭრილ ობიექტს. ნუ ხედავთ როგორ მოჭრა ობიექტი. სქისარსი უშუალოდ მუშაობს კონკრეტულად საყრდენ წერტილებთან. იმისაც რომ უფრო ზუსტი გახადოთ ნაიფი ჭრის დროს, თუ ჭრის პროცესში დავაწვევით კლავიატურაზე ხელახზე option ან alt, ნუ გააჩნია Mac-ი გაქვთ თუ Windows კომპიუტერი, გაჭრას უფრო ზუსტს მივიღებთ. მაგალითად, როდესაც არჩეული მაქვს ნაიფი, თუ კი დავაწვევი alt-ს, alt-ის მეშვეობით ჭრის შემთხვევაში ხედავთ რომ აი ზუსტად განიჭრა ობიექტი. და ნუ თუ კი მოვნიშნავ, ეხლა ეს ზუსტი ჭრა განიხორციელა. ეს ეხება არა მხოლოდ ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ ან დიაგონალურ ჭრასაც. alt-ის ან option-ის მეშვეობით. გაჭრის შემდეგ გადავდივარ ერთ-ერთ ნაჭრზე, იზოლაციის რეჟიმში, შეგვიძლია შევამოწმოთ, ნუ მოდით კიდევ ერთხელ გავჭრათ, ნუ მაგალითად ასე გავჭრათ, ეხლა ზუსტად დავაწვევთ alt-ს და გავავლოთ ესეთი ზუსტი ხაზი. ამის შემდეგ შემიძლია ავიღოს select ხელსაწყო, დავაწყაპო ორჯერ, გადავიდე იზოლაციის რეჟიმში და ვხედავთ, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ობიექტია, ანუ გაჭრილია ობიექტი, ასე ვთქვათ. და შემიძლია გადავაადგილოთ ნაჭრი. თუ კი მხატვრულად გსურს დავჭრათ ობიექტი, შეგვიძლია knife ავირჩიოთ, ხოლო თუ კი ჩვენი მიზანია ზუსტი ჭრა, მაშინ უნდა ავირჩიოთ ხელსაწყო scissors. აგრეთვე თუ კი თქვენ ჭრით ობიექტს, რომელიც არ არის დაკავშირებული საყრდენი წერტილებით, თქვენ უნდა გამოიყენოთ ხელსაწყო knife. ხელსაწყო scissors მუშაობს მხოლოდ საყრდენ წერტილებთან. თუმცა ამ ორი ხელსაწყოდან ერთ-ერთის არჩევა დიზაინერის ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. თუ მაგალითად მინდა რაღაცა ისეთი ალღური ჭრა მივიღო, რაღაცა ესეთი ამთაგვარია რა, ახლა knives გამოვიყენებ და ნუ როგორც ხედავთ, აი აბსოლუტურად სხვა დეტალი მივიღე, რაღაცა ამოჭრილი ხატულად, მაგრამ თუ კი მე მინდა რომ ზუსტად გავჭრა წერტილიდან წერტილამდე, საყრდენი წერტილიდან საყრდენ წერტილამდე, ამ შემთხვევაში მე დავაწყაპებ ერთ ობიექტზე, დავაწყაპებ მეორე საყრდენ წერტილზე და direct selection-ის მეშვეობით გამოვყოფ მოჭრილ ობიექტს და გადავაადგილებ და ნუ ხედავთ ზუსტად გაიჭრა ობიექტი. რომელ ხელსაწყოს გამოიყენებთ, როგორც უკვე თქვით, თქვენი გადასაწყვეტია და მიზნებიდან გამომდინარე ხდება ამ ორი ხელსაწყოდან ერთ-ერთის შერჩევა, თუმცა ერთის და მეორეს შემთხვევაში შეგვიძლია მივიღოთ საკმაოდ საინტერესო დიზაინები, ობიექტების საინტერესო დაჭრა, რაც ხელს შეუწყობს ლამაზი პროექტების შექმნას.